ინდოეთი და რუსეთი მომდევნო 5 წელიწადში ტარიფებისა და არასატარიფო ბარიერების შემცირებით სავაჭრო ბრუნვის $100 მილიარდამდე გაზრდას გეგმავენ. ამის შესახებ Economic Times-ი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრამანიან ჯაიშანკარზე დაყრდნობით წერს. ჯაიშანკარმა მოსკოვში ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ მიზნის მისაღწევად აუცილებელია სავაჭრო დაბრკოლებების მოხსნა. ამ დროისთვის რუსეთი ინდოეთის მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო ინდოეთი რუსეთისთვის მეორე. მინისტრის ვიზიტი ბრიქსის ქვეყნების დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილია, რომლებიც ამერიკის მხრიდან მაღალი ტარიფებისა და სავაჭრო ზეწოლის წინაშე აღმოჩნდნენ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში. ჯაიშანკარი მოსკოვში 3 დღიან ოფიციალურ ვიზიტს ატარებს წლიურ ორმხრივ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად. მოსკოვში გამართულ ინდოეთ-რუსეთის ბიზნეს ფორუმზე ამერიკისა და მისი სავაჭრო პოლიტიკის პირდაპირი მოხსენიების გარეშე ჯაიშანკარმა ხაზი გაუსვა, რომ გლობალური გაურკვევლობის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სანდო და სტაბილურ პარტნიორებს. ვაშინგტონთან მზარდი დაძაბულობის ფონზე ინდოეთი სულ უფრო მეტად უახლოვდება მოსკოვსა და პეკინს. ინდოეთის მთავრობა ფულადი ონლაინ თამაშების აკრძალვას გეგმავს, რაც ანალიტიკოსების შეფასებით მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება ინდუსტრიისთვის, რომელმაც მილიარდობით დოლარის უცხოური ინვესტიცია მოიზიდა. მთავრობამ შესაბამისი კანონპროექტი უკვე შეიმუშავა. ონლაინ თამაშების ხელშეწყობისა და რეგულირების შესახებ 2025 წლის კანონპროექტში აკრძალვის მიზეზად ადამიანებში მსგავსი ტიპის თამაშებით გამოწვეული ფსიქოლოგიური და ფინანსური ზიანი სახელდება. კანონპროექტის თანახმად არც ერთ პირს არ აქვს უფლება წაახალისოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ფულად ონლაინ თამაშებსა და სერვისებს. კანონპროექტის პირობებით, ფულადი თამაშების წამახალისებლებისთვის შესაძლოა სასჯელის ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა განისაზღვროს. ინდოეთის ფულადი სათამაშო აპლიკაციების მიმართ ინვესტორების ინტერესის წამყვანი ადგილობრივი კრიკეტისტების მხარდაჭერამ და სხვა მარკეტინგულმა ძალისხმევამ გაზარდა. ვენჩურული კაპიტალის ფირმა ომიქაის მონაცემებით ინდოეთის ფულადი ონლაინ თამაშების ბაზარი 2029 წლისთვის $3 მილიარდ 600 მილიონ მიაღწევს. კომპიუტერების მწარმოებელმა ჩინურმა გიგანტმა Lenovo-მ საუდის არაბეთში რეგიონული სათავო ოფისის გახსნა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ახლო აღმოსავლეთში კომპანიას ამ მასშტაბის ნაბიჯი აქამდე არასდროს გადაუდგამს. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ Lenovo-ს რეგიონში გრძელვადიანი გეგმები აქვს. რეგიონულ სათავო ოფისს Lenovo-ს მაღალი რანგის მენეჯერი ლოურენს იუ უხელმძღვანელებს. გენერალურ მენეჯერად ჯოვანი დი ფილიპო დაინიშნება. ტექნოლოგიურ მიმართულებას კი ზორან რადუმილო ჩაიბარებს. აღსანიშნავია, რომ Lenovo-მ უკვე ფორმა შეთანხმება საუდის არაბულ კომპანიასთან, რომელიც კომპიუტერების მწარმოებლისთვის ქარხანას ააშენებს. პროცესი 2026 წელს დაიწყება. Turkish Airlines-ი ესპანურ Air Europa-ში $349 მილიონი ინვესტიციას განახორციელებს, სანაცვლოდ კი კომპანიის წილებს მიიღებს. თურქეთის ავიახაზების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინვესტირებული თანხა კომპანიის კაპიტალიზაციას გაზრდის, თუმცა რა რაოდენობის აქციების სანაცვლოდ მოხდება, ეს ჯერ უცნობია. ორი კომპანია ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებზე მოლაპარაკებებს კვლავ აგრძელებს. არსებული ინფორმაციით მხარეები სახელმწიფო რეგულატორისგან თანხმობას ელიან. ამის შემდეგ კი ტრანზაქცია მაქსიმუმ 12 თვეში დასრულდება. მართალია ესპანეთის ავიახაზებში განხორციელებული $359 მილიონიანი ინვესტიცია Turkish Airlines სერიოზულ მეტილად ვერ აქცევს, თუმცა აღნიშნული ნაბიჯი ევროპის ბაზარზე კომპანიის გავლენას მაინც მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ 2026 წლის ნატოს სამიტი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩატარდება. ყოველწლიური ღონისძიება 7-8 ივლისს გაიმართება და მას ბუშტეპეს საპრეზიდენტო სასახლე უმასპინძლებს. პრესკონფერენციაზე საუბრისას რუტემ თურქეთის როგორც ნატოს წევრის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკვე 70 წელზე მეტია ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია. აღსანიშნავია, რომ თურქეთი ნატოს სამიტს წევრობის ისტორიაში მეორედ უმასპინძლებს. პირველად ეს 2004 წელს მოხდა, როცა ნატოს ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს სტამბოლში შეხვდნენ. გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ 2026 წლის სამიტი ნატოს უფრო გააძლიერებს და მის გავლენას საერთაშორისო უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვნად გაზრდის.